გამარჯობა, მე ვარ ნიკო და ეს არის პოდკასტების სერია გამონათქვამები და წერილები. დღეს კი თქვენ ამ პოდკასტში მოისმენთ ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს. შესავალი. ალბერ კამიუ ერთი წლისაც არ იყო, როცა მამამისი პირველ მსოფლიო ომში გარდაიცვალა. ის და მისი ძმა გაუნათლებელმა თითქმის ყრუ დედამ გაზარდა. დესპოტი ბებიას დახმარებით. საბედნიეროდ ლუის გერმაინემ ალბერ კამიუს მასწავლებელმა შენიშნა საკუთარ მოსწავლეში ის ნიჭი, რომელმაც ის მომავალში დიდ მწერლად აქცია. გერმაინემ მენტორის როლი იტვირთა და მისი მფარველობით პატარა კამიუმ შეძლო მომავალი წარმატებისათვის აუცილებელი ცოდნის მიღება. როცა კამიუ 1957 წელს მეორე ყველაზე ახალგაზრდა ადამიანად იქცა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, მან თავის მასწავლებელს შემდეგი წერილი მისწერა. ძვირფასო გერმაინ, მინდა ჩემში მღელვარება ჩაცხრეს. სანამ თქვენთვის მოსაწერად სიტყვებს ავარჩევ, ჩემი გულიდან. ცოტა ხნის წინათ მომანიჭეს დიდი ჯილდო, რომლისკენაც არასოდეს ველტყოდი. მაგრამ როცა შევიტყვე ეს ამბავი, პირველი, ვინც დედაჩემის შემდეგ ამომიტივტივდა თავში, თქვენ იყავით, თქვენ გარეშე, თქვენი მფარველობისა და იმ სწავლების გარეშე, რომლითაც საბრალო ბავშვს გაზრდის საშუალება მიეცით. დღეს ამ ჯილდოს ნამდვილად ვერ მოვიპოვებდი. სულაც არ ვაბუქებ ამ პრემიის მნიშვნელობას, მაგრამ რაც მთავარია, ის მაძლევს საშუალებას გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და კვლავაც ნიშნავთ თქვენ ჩემთვის. სურს დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, ღვაწლი და გულუხვი ყურადღება, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ, ჩაფეშდილია ერთი საბრალო ბიჭის გონებაში, რომელიც განვლილი წლების მიუხედავად დღესაც თქვენი მადლიერი მოსწავლეა. გმადლობ თქვენ მთელი გულით. ალბერ კამიუ 1957 წელი. დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.